ძალიან კარგი წამო. წითელი სკამისკენ გიხმობ ახლა. ახლა საფეხურია. ესე იგი, წითელ სკამზე ჩემი მშობლები, დედა ჩემი გიულჩინ ალეკბეროვა და მამა ჩემი ფარილ მამედოვი, მოგესალმებით. სკოლის დირექტორი ქალბატონი ნათია გაჩაჩილაძე და ფენომენალური მომღერალი, პირადად ჩემთვის ლეგენდარული ადამიანი, არა მარტო თავისი ვოკალით, არამედ ადამიანობით, ანრი ჯოხაძე. ნუ პრინციპში წარდგენა. კი, არც ჭირდება წარდგენა. ანუ პოზიტიური დისკრიმინაცია არის მაშინ, როდესაც ჩვენ ადამიანს ზედმეტად ვიცოდებთ, ზედმეტად ხას უსვამთ მის, თქვათ, შეზღუდულ შესაძლებლობას, ზედმეტად თბილად ვექცევით ხოლმე და გონია რომ ძალიან კეთილები ვართ ამ დროს და სინამდვილეში ამ ადამიანს გულს ვტკენთ ხოლმე შესაძლებლობას, რომელიც მას არ აქვს, მოკლედ უფრო მეტად აქცენტს უკეთებთ ხას უსვამ და ეს არის სწორედ დისკრიმინაცია. მე ხშირად მქონია სხვათა შორის შემთხვევა, როდესაც გავხდი პოზიტიური დისკრიმინაციის ობიექტი. ხშირად ყოფილა ხოლმე შემთხვევა, როდესაც ტრანსპორტში ჩემთვის ადგილი დაუთმია ჩემზე გაცილებით უფროს ასაკით. რაც არის გამორიცხული ამბავი, ხო, როცა მე თვითონ უნდა დავუთმო მას ადგილი და მე ძალიან მშვიდად, ძალიან თბილად ამიხსნია მისთვის, რომ მე არ მაქვს დგომის პრობლემა. მე მხოლოდ მაქვს თვალის პრობლემა, მაგრამ ეს მე არ მიშლის ხელს, რომ მე ხელი მეკიდოს ავტობუსის სპეციალურ ადგილას, სადაც შემიძლია ჩვეულებრივად ვიდგე ფეხზე. შენ დაბადებიდან უსინათლო იყავი თუ ეს არის შეძენილი? შესაძლოა პრინციპში შეძენილად ჩავთვალოთ, 7 თვის ვიყავი, როდესაც დამიდგინა სეპსისი, ანუ სისხლის მოწამლვა. ოღონდ ეს ყველაფერი რამ გამოიწვია, დღემდე ჩემთვის უცნობია და შემდეგ ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად დავკარგე ორივე თვალზე მხედველობა. დღემდე მაქვს გაკეთებული 3 ოპერაცია, 3-ვე სამწუხაროდ უშედეგო. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ, არ არის რაიმე შანსი, ნუ სამომავლოდ შესაძლოა განვითარდეს ისე მედიცინა, ან იყოს რაღაც ეტაპობრივად კარგავდი მხედველობას? პირდაპირ დავკარგე როგორც ჩემი მშობლებიდან ვიცი. არანაირი პროცენტი არ გაქვს მხედველობის შუქსაც ვერ აღიქვა. რა ვთქვა, რომ ხედავ მზეს ან შუქს, ასეთი რაღაცა არ არის. ქალბატონი ნათია არის სკოლის დირექტორი. ჩემთვის შაბანი არის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი თავის შრომის მოყვარეობით, მიზანდასახულობით და ამიტომაც შეიყვარა ხალხმა ასე ძალიან ეს არის ჩემი მოსაზრება. შაბან დიდი წარმატება მინდა გისურვო ჩვენი სკოლისთვის ერთ-ერთი არ ვიცი სამაყო ადამიანი ხარ. მადლობა ფარილ მამედოვი, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა და სამხედრო პირია, ყოფილი სამხედრო და შენი მუსიკალური აქტივობისა და ნიჭის გამო მან როგორც ვიცი თავის პროფესიაზე უარი თქვა, მაგრამ ის იბრძოდა სამშობლოსთვის. მოგვიყევი მამაზე და მე მამას ვკითხავ. 7 წლის ვიყავი. დღემდე გუშინდელ დღესავით მახსოვს პირველი ბომბის ჩამოვარდნა მარნეულის სამხედრო ბაზაზე. ეს იყო არ ვიცი, ამაზრზენი ხმა მართლა, ჭექა ქუხილი გამრავლებული ალბათ კიდევ 6-ზე და 10-ზე და უფრო მრავალჯერ. ძალიან შემეშინდა თავიდან, როცა გავედით, ყველაფერი იწოდა. ამ დროს უკვე მამა ჩემი ფრონტის წინა ხაზზე იყო და შესაბამისად იმ ჩემი პატარა ასაკით თან ვნერვიულობდი, თან რაღაცებს მაინც ვერ ვიაზრებდი ბოლომდე და ვცდილობდი ჩემს ოჯახს რამენაირად სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება და მახსოვს რომ პატარ-პატარა რაღაცა სხვადასხვა პაროდიებს ვაკეთებდი იმ დროისთვის შესაბამის პაროდიებს რომ იქნებ მათ გასცინებოდათ, იქნებ მათთვის ოდნავ სხვა რაღაცაზე ყოფილიყო საფიქრალი და მე გავიხსენ მათ ჰქონდათ ბრძანება რომ საჰაერო ტექნიკა დაემალათ და მამა ჩემმა მოახერხა ის რომ სპეციალურ მანქანაზე შემული აი ეს თვითმფრინავები გადაიყვანა უსაფრთხო ადგილას და როდესაც გადაყვანა დასრულდა ბრძანება მიიღო რაციაში რომ სასწრაფოდ დატოვით მანქანა იმიტომ რომ ხართ დაზვერვაზე და ყოველ წამს შესაძლოა აფეთქდეს ის თქვენი მანქანა რომელშიც თქვენი მყოფებით და დატოვა თუ არა მანქანა რამდენიმე წამი მართლაც აფეთქდა რომ ტვრად იქცა ის მანქანა იქვე და მე მახსოვს რომ ღმერთმა აცხონოს თავისი სამხედრო მეგობრის ფეხიც კი მამა ჩემმა ჩადო მანქანაში და თავისივე პირად მანქანას სხვათა შორის ბომბის ასკოლი მოხდა და შემდეგ ეს ასკოლი ნიმუშად მე ჩამომიტანა და ვინახავდი ამ ასკოლს სხვათა შორის. ბომბის ნამსხვრევის ისტორია სხვათა შორის მეც მაქვს ბავშვობაში რაღაც პატარა ისტორია მამა ჩემთან დაკავშირებული, მამა მომიტანა ბომბის ნამსხვრევი, ძალიან ცხელი იყო სხვათა შორის და იმით აღვიქვი მაშინ ომი. რა გძნობაა, როდესაც თქვენ შვილს უყურებთ სცენაზე და ის მღერის საოცარ ქართულ სიმღერებს. მე მახსოვს ანრის კონცერტზე კულისებში იდექით და ცრემლები მოგდიოდათ. ემოციალარ, yani შაბანან
balaca vaxtından, körpə vaxtından bir addım gəlirik. Həm dost, həm yoldaş, həm qardaş, həm arxa. Yəni bu dillə deyiləsi bir emosiyalar deyil. Çox sevinirəm. ღიმილით ვუთხარიო შაბანს ანრის კონცერტის შემდეგ რომ ძალიან გთხოვ შენ მეტი აღარ იმღეროთ, თორე გულს გამიჩერებ ალბათ ოდესღაც. შესაძლოა რომ ესეთი ემოცია იყო ნამდვილად. ქალბატონ გიულჩინსაც მინდა ვკითხო, რამდენად ჩართული ხართ იმ პროცესში, რასაც ქვია შაბანის მუსიკალური კარიერა. მისი განათლება, განვითარება და როგორი შვილია თქვენთვის შაბანი? Əlbəttə ki, Şaban üçün çox sevinirik. Ağlayırıq, irəli getdiklərinə sevinirik. Şaban bizim üçün ürəyimizdir, ürəyimizin içidir. Çox sevinirik. მე გისურვებთ, რომ ყოველთვის გახარებულები იყოთ შაბანის წარმატებები, ძალიან სიმპათიური და ლამაზი მშობლები ყავს, მინდა გითხრა. მოდი, მოყევი ეს ისტორია, როგორ შეხვდი ანრისაც მოვაყოლოთ 12 წლის წინ ერთმანეთს და რატომ არ გამოვიდა ის დუეტი, ყველა საინტერესებს. ეს ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც ქალაქ ბათუმში ტარდებოდა საერთაშორისო კონკურს ფესტივალი და საქართველოსდან ჟიურის წევრი გახდათ ბატონი ანრე ჯოხაძე. როდესაც მე ეს გავიგე, არ დავმალავ ძალიან ვინერვიული, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ანრე ჯოხაძე არის ის ადამიანი, რომელიც ტყუილად არაფერს არ დაწერს, ტყუილად არ გაგიცინებს, რომ შენ გაგიხარდეს. ის თუ რაღაცას გეტყვის, ესე იგი მართლა მიგიღწევია რაღაცისთვის და აი ამ ნერვიულობით გამოვედი სცენაზე, შევასრულე ერთ-ერთი ურთულესი სიმღერა და წარმოიდგინეთ, უმაღლესი ქულა პირველი მივიღე ანრი ჯოხაძის. არ ველოდი? არ ველოდი. ანრი, რატომ დაუწერე უმაღლესი ქულა შაბანს მაშინ 12 წლის წინ ჯერ კიდევ? იმიტომ რომ ყველაზე მაგრად მღეროდა. კარგად მახსოვს როგორი მღერა კახიძის ეს გენიალური სიმღერა. მიზეს სვეცე. და აი რაღაცა მონუსხულები დავრჩეთ ყველა გადარეულები, რომ რაღაცნაირი ხმა გააჟღერა ამ პატარა ბიჭმა და რა თქმა უნდა, ახლა შაბანისთვის ეს ისეთია, ემოციურია, მაგრამ იმ მომენტში მე აი ზუსტად მახსოვს, როგორ პროფესიონალურ დონეზე ვაფასებდი, ხო? და იგივე წეგან თქვენ საუბრობდით აქ პოზიტიურ დისკრიმინაციას, აბსოლუტურად აი კარგა ხანს აი შაბანის მხედველობის თემა საერთოდ აი არც კი ანუ ეს არ იყო ნიშანი რის გამოც აბსოლუტურად არ იყო. იმიტომ რომ თუნდაც ვისაც მოსმენილი ყავს იმ დროს შაბანი და არის ჩანაწერები, მიხვდები რომ ბავშვს აქვს საოცრად ლამაზი ხმა, თავისი დიდი დიაპაზონით და ასე შემდეგ. შაბან, ანრი, თქვენ მაშინ გადაწყვიტეთ რომ დუეტი ჩაგეწერათ, იმიტომ რომ შენ კონცერტზე ეს ვიდეოც კი გავუშვით ეკრანზე. იცი რა არის, მადლობა მამას, იმიტომ რომ მე არ მახსოვდა ეს სამოყვარულო ვიდეო თუ იყო სარეპეტიციო დარბაზიდან და აი როდესაც უკვე ახლა ჩემს კონცერტზე დავპატიჟე, ფარელმა მაჩვენა ეს ვიდეო და იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა რომ სრულიად პატარა შაბანი რაღაც 12 წლის, ხო? და იქვე გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ხო ეს არ არის უბრალოდ მოვიწვიე ნიჭიერი მომღერალი. აქ ჩვენ უკვე დიდი ისტორია გვაკავშირებს ერთმანეთთან და თან ჩვენ დაგეგმილი გქონდა ეს დუეტი, მაგრამ მაშინ მართლა ვერ გამოვიდა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო. რაზეც ახლა ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ. გასაგებია, მაგრამ აი, რა ვიცი, ხო არ ჯობდა რომ ახლა გამოსულიყო ის დუეტი, რომელიც ახლა შედგა, ასეთ დიდი ემოციით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მაშინ როდესაც ანრის სოლო კონცერტი იყო და დარბაზი ფეხზე დაკიდგა. შენ რას განიცდიდი ამ დროს? როგორც ბატონმა ანრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, ამაზე სწორ მომენტს ვერ შევარჩევდი მე ამ დუეტისთვის. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ სიმბოლურია ჯერ პირველ რიგში 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. შემდეგ ჩვენი შერჩეული, უბრალოდ ანრი ჯოხაძის შერჩეული სიმღერა და მისეული ვერსია, იმიტომ რომ ეს ადამიანი რომელ სიმღერასაც ეხება და რომელ მუსიკალურ ნიმუშსაც შეეხება, თავისებურ ხელწერას ათხოვს ყველაფერს აბსოლუტურად. რაც მე ვფიქრობ, რომ თითოეული მსმენელის გულამდე აღწევს. რაც შეეხება ჩემს ემოციას. დავიწყოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს მამაჩემის ცრემლები, რომელიც მე შემდეგ ვნახე. სიუჟეტში ვნახე, როცა მე დავამთავრე სიმღერა და გავედი, მამაჩემი ატირებული ჩამეხუტა. მაგრამ ამაზე წინ იყო ანრი ჯოხაძის ემოცია. იგი იმდენად
გულახდილად გადმოსცემდა ამ ყველაფერს, იმდენად გულწრფელი იყო ამ თავის ემოციებში. მე არაერთხელ ვახსენე, რომ მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ გულწრფელი ემოციის გამოხატვა და ანრი არის გამორჩეული ადამიანი. ანრიმ გადმომცა თავისი ის ემოცია, იმ ხარდაჭერით, იმ პატარ-პატარა ჟესტებით, იმ მოძრაობით, იმ ხარზე ხელის დადებით, რომელიც არაერთხელ გააკეთა ხო სიმღერის მომენტში. ეს უდიდესი მხარდაჭერა იყო. აქ გვაქვს აბსოლუტურ სუპერ ტალანტთან საქმე. დიახ. ვინც რა უნდა თქვას, ეს ბიჭი მღერის ისე, რომ ნახევარ სიმღერაში კი არა და რაღაცა ორ ფრაზაში შეუძლია სრულიად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი დააყენოს ფეხზე და მიიღოს მისი წილი ოვაციები. შესაბამისად, ხა ჩემი დამოკიდებულებაც ისეთია, აი აბსოლუტურად პირდაპირი, რომ ნიჭს უნდა დაეხმარო, თორემ უნიჭოები ისედაც ფანჯრიდან გვივარდებიან.